ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას მიმართავენ, რათა მათ არ დაუშვან აჭარაში მოსახლეობის კონსტიტუციური უფლების შეალახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი უფლების დაცვა სასამართლოში გეგმავენ. ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აჭარაში საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქრისტიან-დემოკრატებს დახმარების თხოვნით 150-ზე მეტმა აჭარის მკვიდრმა მიმართა, რომლებიც მათ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების ჩამორთმევას აპროტესტებენ. თარგამაძის თქმით, ქრისტიან-დემოკრატები მათ უფლებებს საჭიროების შემთხვევაში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოშიც დაიცავენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიამ კვლავ მიიღო გადაწყვეტილებები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ყოველგვარ კანონთან, ადამიანის უფლებებთან და კონსტიტუციასთან. ამის შედეგად 280-ზე მეტი ოჯახი კვლავ დარჩა საკუთრების უფლების გარეშე. ქრისტიან-დემოკრატები მიმართავთ ხელისუფლებას არ დაუშვას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევა და გააუქმოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება. იქ საუბარი არის გონიოს კულტურული ცენტრის და კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ რეალურად რა თქმა უნდა არანაირ კავშირში ეს არ არის რეალობასთან. საუბარი არის იმაზე, რომ თქვა ხელისუფლებას ხალხი არ მოსდის ეს ტერიტორიები და იქ სურს თქვა ააშენოს თავისი კაზინოები, სასტუმროები თუ ასე შემდეგ.